ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე ორ სოფელში ფლავსა და ფლავისმანში საგზაო ინფრასტრუქტურა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და გორის მერის თანადაფინანსებით ეწყობა. სამუშაოებზე 1.400.000 ლამდე ლარი დაიხარჯება და 2000 მეტრზე მეტი გზის საფარი მოეწყობა. პროექტები თვალისწინებს ტრანსპორტის სავალი ნაწილის მიერთებების ეზოში შესასვლელებისა და სანიაღვრე სისტემების მოწყობას. ფლავისა და ფლავისმანის პარალელურად საგზაო ინფრასტრუქტურისარეაბილიტაციო სამუშაოები ტყვიავშიც მიმდინარეობს. დავათვალიერეთ ფლავისა და ფლავისმანის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობითი სამუშაოები. ორივე სოფელი გახლავთ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელი. აქ მოეწყობა დაახლოებით 2 კილომეტრამდე ასფალტირებული გზა. დაახლოებით 2 თვის განმავლობაში სამუშაოები იქნება დასრულებული. გაუსაძლისი იყო ესეთი ფორმოები იყო წყლისა. ახლა რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა. უბანის გამოჩნდა მოწესრიგდა უფრო სისუფთავეა.